გაინტერესებს განსხვავებული აზრის მოსმენა. მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზი. გამოსცილ წამყვანებთან და კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად. ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს შენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ნახავ და მოისმენ მხოლოდ აქ, საქართველოს ტალღაზე. გამოიწერე ჩვენი არხები და გვისმინეთ სოციალურ ქსელში, YouTube-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე. მოძებნე საქართველოს ტალღა. ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მე კიდევ ერთხელ წარვადგენ ჩვენს დღევანდელ სტუმარს, გია ღრუაშვილი, ტრაგიკულად გარდაცვლილი 21 წლის დავით ბლიაძის ბაბუა, რომლის ტრაგედიაც და ამ ოჯახის ტრაგედია ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა სამწუხაროდ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ამბავი და ერთი ოჯახის ტრაგედია. ზოგადად ეს ნარკოდამოკიდებულება, ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები უკვე ალბათ წლებია ძალიან ბევრი ათასობით ქართული ოჯახისთვის იქცა ძალიან დიდ ტკივილად, თუმცა კონკრეტულად თქვენი ოჯახის შემთხვევა ერთგვარ ტრიგერად იქცა საზოგადოებისთვის, გახმაურდა ეს ამბავი და ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. თითქოს იმ მომენტში თქვა ყველამ თავისი სათქმელი და როგორც აღმოჩნდა, მართლაც ეს იმდენად მასშტაბური პრობლემაა, რომ თითქმის ყველა ოჯახისთვის აღმოჩნდა ახლობელი, მტკივნეული. არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, როდესაც უკვე ფატალურად არის დასრულებული ამბები, მაგრამ არსებობენ ოჯახები, რომლებიც დღემდე ებრძვიან ამ პრობლემას და მათ სურთ, რომ და თქვენი საუბარიც აი ზუსტად ამასკენ არის მიმართული, რომ ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, სწორედ მათ გადარჩენაზე ვისაუბროთ. მე მინდა რომ მოგესალმოთ პირველ რიგში და მადლობა გითხრათ, რა თქმა უნდა, რომ ესეთი ძიმე პერიოდის შემდეგ ხართ მაინც ჩვენთან სტუმარი და მზად ხართ, რომ ისაუბროთ აი ამ საკითხებზე. დიდი მადლობა თენგო, თქვენ ბატონო თენგის მოწვევისთვის მადლობა, ყველა ტელევიზია ძალიან როგორ შეიძლება ჩემთვის რამე აწის სასიხარულო იყოს, მაგრამ ერთადერთი რამე, რასაც ჩემი ეს აქტიურობა ემსახურება, არის ის, რომ ჩემი შვილიშვილი იყოს ბოლომს ხვერპლი და ვიბრძოლოთ და ვიფიქროთ მომავალ თაობაზე, ახალგაზრდებზე. ეს გახმაურებული ამბავიც რო აიწია ეს თემა, სწორედ იმასთან არის კავშირში, რომ ქვეყანაში ეს პრობლემა არსებობს და ძალიან მწვავედ არსებობს, ნომერ პირველი პრობლემა არის და გადასარჩენი არის ჩვენი შვილები, იმიტომ რომ თუ გავალთ ქუჩაში და ვნახავთ რაც ხდება დღეს თბილისის ნებისმიერ უბანში, მე მინდა მშობლებსაც და იმ ადამიანებსაც, რომელმაც გვერდში მიდგანან და მამხნევებენ, დიდი მადლობა უთხრა და ესენი არიან ეს ხალხი, რომლებმაც გამაძლებინეს მე და მეტნაკლებად, ესე იგი, ჩემი ენერგია მინდა ჩავდო იმაში, რომ მაქსიმუმი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო იყოს ჩემი დათო, ახლა არავინ არ არის არაფრისგან ის, მაგრამ საზოგადოების ჩართულობამია, ახლა ჩართულობაში ალბათ ცოტა შემდეგ ვიტყვი თუ რა გეგმები მაქვს და როგორ უყურებ ამ სიტუაციებს და ვისთანაც მაქვს მოთხოვნა და ვისთანაც მაქვს რომ ჩაერთოს აქ და ყველაზე მეტი ვისაც შეუძლია, სწორედ იმ ადამიანებს მე მივმართავ იმ კითხვებს, რომ უპასუხებ თქვენთან. კი ბატონო, მინდა რომ აი ჩვენი საუბარი იყოს მაქსიმალურად გულწრფელი, შევეხოთ ბევრ საკითხს. აი პირველ რიგში დავიწყოთ უშუალოდ თქვენი ტრაგედიით, როგორ მოხდა ეს, ანუ ამ შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე მე მომისმენია ასეთი პოზიციებიც, ამიტომ თქვი რომ გულწრფელები ვიყოთ, მე თქვი რომ შეიძლება ზოგიერთი პოზიცია მართლაც არ იყოს არც ჩვენთვის სასიამოვნო, არც არავისთვის სასიამოვნო, თუმცა აი ესეთი აზრის გამიგია, რომ ადანაშაულებენ ოჯახებს პირველ რიგში, რომ როგორ შეიძლება გამოგეპაროს ეს, როგორ შეიძლება ამას ვერ მიხვდე ყურადღება არ მიაქციო. მე მესმის რომ
სხვა სხვის ომში ბრძენია ხშირად ეს ხალხი ამ პოზიციით გამოდის, მაგრამ აი კონკრეტულად თქვენი შემთხვევა რომ მოუყვეთ. რანაირად მოხდა ეს? მე არ დავმალავ და დათოს პირადად ვიცნობდი, არც მე და გია არ ვართ ერთმანეთისთვის უცხოები და აქედან გამომდინარე, ამდენად ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია ზოგადად ამ თემაზე საუბარი. თუმცა საინტერესო იქნება აი თქვენგან მოვისმინოთ, რა ეტაპზე გახდა თქვენთვის საერთოდ ცნობილი აი ამ პრობლემის შესახებ. კი, მადლობა კიდევ ერთხელ. დათო იყო ერთ-ერთი უწესიერესი ბავშვი და მე არავითარ შემთხვევაში ყველას მინდა მივმართო, რომ როცა ბავშვი ამას უკვე გასინჯავს და მიეჩვევა, ეს ისე ხდება, ისე აკეთებენ ეს ჩვენი შვილები ამას, რომ ოჯახისთვის ეს არის მე პირადად ჩემ პრაქტიკაზე მოვყვები და თუ ჩვენი მაყურებელის და შემდეგ ვინც გვიყურებს კიდე მე მათი აზრით ძალიან და უბრალოდ ჩემი აქ აქტიურობა ამ თემაზე მხოლოდ იმას რომ ყველა ოჯახმა გაითავისოს ეს ამბავი და გათავისებულიც აქვს უბრალოდ ძალიან ბევრი და მე მჯერა და მწამს რომ ძალიან ბევრ ოჯახს ამ თემაზე საუბარი არ სურს იქიდან გამომდინარე რომ გონიათ რომ აი ესე იგი ეს ბავშვები და ნარკოტიკი და რაღაცა და გამხელაც არ უნდათ გამიგე რომ რაღაცაერად თვითონაც მსხვერპლი გაიღეს ოჯახმა დაკარგა ახალგაზრდა ბავშვი და შემდეგ იქიდან გამომდინარე რომ ესე ეხება ნარკოტიკს არ სურს ამ თემაზე საუბარი და თუმცა ეს ბავშვები არიან ანგელოზები ესენი ნარკომანად არც ერთი არ დაბადებულა და ჩვენ ვერ მოუვარეთ და ქვეყანა ვერ მოუვარეთ ამ ბავშვებს იმიტომ რომ ნარკომანიების მეტი რა მინახია ჩემ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში და როგორ დასრულდა მათი ტრაგიკული სიტუაციები და ცხოვრება ყველამ ვიცით თუმცა ასე რომ ყველა უბანი გადაივსოს და ჩვენ პირდაპირ სოციალურ ქსელში 500 და 400 ლარებს პირდებით ბავშვებს რომლებსაც საერთოდ დღეში საერთოდ ესე იგი ვაძლევთ იმაში რომ ესენი დაარიგონ სხვადასხვა ლოკაციებზე ახლა მაშინ როცა ეს არ ვიცი მე რა დავარქვა ამ სიტუაციებს და ეს მთელი ერის პრობლემა გახდა ეს არ არის მარტო თბილისი ბათუმი ბოთი წადით სადაც გინდათ ნახეთ ეს არის ერთადერთი რამე რომ ქვეყანაში ეს ბავშვები რომლებიც იზრდებიან ინსტიტუტებს ამთავრებენ სამსახური არ არის ვერ საქმდებიან უსაქმურად არიან ღამე ინტერნეტში არიან დღე ძინავთ და ასია და ეს არ დაწყებულა ეხლა პირველი არ არის აქედან გამომდინარე ჩვენ ეს გამოგვეპარა ერთს იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი თემა რომ რაღაცა ამ პოლიტიკასთან იყოს ეს მთელი ერის პრობლემა არის თუ ჩვენ ესენი მუშაობენ მე არ ვიცი ესენი ვინ ვიგულისხმო მუშაობენ პირდაპირ და მე ჩემი შვილიშვილის ამბავს მოვყვები და თითქმის გაჭრილი ვაშლივით გავს ეს ყველაფერს იმიტომ რომ ჩემი შვილიშვილი იცის ყველამ ჩემთან ცხოვრობდა ტყუილის თქმაც კი არ შეეძლო და შენ ციცნობ ხო და მეხმარებოდა ლაზარეს გადმოყვანა იცით რომ ეტლში მიზის და სულ ჩემ გვერდში იყო ერთ დღესაც როდესაც მითხრა რომ ბაბუ პროგრამისტო მუშაობდა სხვათა შორის დასაქმებული იყო საქართველოს რკინიგზაში თანაშემწედ მუშაობდა ჯერ ზეინკლად მუშაობდა და იყო თავისთვის და ცხოვრობდა ჩემთან და იყო ესე წყნარად ლაღად როგორ ერთხელ მე მოვიდა ეს არის ერთი და იგივე გავლილი რასაც გადიან ეს ბავშვები მე მითხრა რომ პროგრამისტობა უნდა შეესწავლა და მე რა თქმა უნდა დავთანხმდი და გამეხარდა კიდეც რომ პროგრამისტობა ამით იწყებენ რაღაცით შემოითრევენ ამ ახალგაზრდებს ძირითადად არიან ისეთი ბავშვები რომლებსაც შემოსავალი აქვთ რომლებსაც დედა ემიგრაციაში ყავდა $100 და $200 შონა არ უჭირთ და ძირითადად მეტნაკლებად არიან ჯერ ის უბედურება იმიტომ რომ დედა როდესაც არ გიდგას გვერდში დედა მაინც დედა არის რაღაც სხვა რაღაცნაირი მიზიდულობის ისაკ და როცა დედა არ არის ეს ბავშვები ადვილი მსხვერპლი ხდებიან და მე ახლა გავერკვიე თავში არ ვიცოდი კიდე როდესაც ამან პროგრამისტობაზე და თანხმობა განუცხადეს სადღაც 1-2 თვეში დაიწყო ამ ბავშვის გარდაქმნა რა შევატყო როგორც ეთყობა ხოლმე რაღაც გაბნეული ისა რაღაც თვალებში ვერ ვიყურებდა რაღაცები და შეიცვალა ეს ბავშვი რა და ცოტა მეც უკვე სხვანაირი თვალებით დაუწყე ყურება და როდესაც მოვაქციე ამ რაღაც დისციპლინაში მე ამას უკვე რო გაუჯდება ეს ყველაფერი ძალიან ძნელი არის ნებისმიერი მშობლისთვის იმიტომ რომ
ტყუილსაც სწავლობს, მსახიობობასაც სწავლობს, იმასაც ცდილობს, რომ დედამ არ გაიგოს, მამამ არ გაიგოს, ოჯახმა არ გაიგოს და ეხლა ჩემი შვილიშვილიც რაღაც პერიოდი გახდა იმათ რა ქვია შეუძლოდ მეგობრებმა რო უთხრეს რომ სასწრაფო და რაღაცა იმის შიშით რომ სასწრაფო მოვიდოდა პრობაცია და კამერაში ჩააგდებდნენ და ისა რა ქვია ის გაიგებდა ამის შესახებ დედამისი მამამისი უარი თქვა და წავიდა და იფიქრა ანუ ეს ბოლო დღეს უკვე ბოლო დღეს გეუბნები იმიტომ რომ ეს ბავშვები ჯერ ჩვენ ბევრგან გამიგია რომ აი მკურნალობამ ეს ბავშვები სანამ იმას თავში მოიაზრებენ რომ სამკურნალოა მათ გონიათ რომ ეს არაფერი არ არის, ეს კარგია. რა თქმა უნდა, ეხლა ის განსა რო კონდეს რომ დაავადებულია. სამკურნალოდ, სანამ სამკურნალომდე ეს ბავშვები საქმე გაუხდებათ, მანამდეა საშველი თუ არა. იმ კურნალობაშიც გამიგია რომ 80% ვერ მკურნალობს, კურნალობენ და იგივეს აკეთებენ, რაც ხდება. ეს არ არის ამ კურნალობა რა სამკურნალო პროცედურა ის არის კურნალობა. კამერაში რო ჩააგდებდა იმას რა ქვია 15000 ლარს გირაოს გადაახტევია და პირობითზე ყავს, ამას თუ გულისხმობენ ეს ნუ ეს რეპრესიული კამპანია საერთოდ ცალკე რა თქმა უნდა და ამიტომ იმას ვამბობ რომ მოხდა ესე ფაქტიურად გარდასახვა მოხდა ამ ბავშვის ცადა დედამიწასავით რა და მე დარწმუნებული ვარ რომ ფაქტიურად ყველა ბავშვები ერთი და იგივე გზას გადიან ჩემი შვილიშვილი იყო ისეთი მშიშარა მაგას 50 რო ქონოდა ტემპერატურა ნევს ვერ გაუკეთებდი ვერაფერს ვერ დაალევინებდი თუ არ დახედავდა ისეთი მშიშარა იყო და ეს ბავშვი ესეთი ერთხელ შეეშინა ახლა მე ზუსტი ინფორმაციები არ მაქვს მაგრამ ვიცი რომ ერთხელ რაღაცა იყო აბა მოდი ახლა 18 და 19 და 20 წლის ბავშვს მაგდენი რა თუნდა იქ ვინც არის ჭკვიანი ვისაც ცხოვრების გამოცდილება ზურგს უმაგრებს არავინ არ კიდებს მაგ საქმეს ხელს ძირითადად მსხვერპლი ხდება ბავშვები რომლებიც სამსახური არ აქვთ ქუჩაში დგანან და მშობლებიც კიდე ახლა რა თავზე ხო არ დაადგები ხო გამიგე თავზედაც რო დაადგე სახში ხო ვერ ჩაკეტა ვერაფერს ვერ უშველი თუ იმას ახლა პირდაპირ ახლა ვიძახი აგერ რომ უბნები არის გადავსებული როდესაც შენ უმუშევარ ბავშვს ახლა წარმოიდგინე ესენი ვინც მოხარებლები არიან ხო ასე იხოცებიან მე ახლა სტატისტიკაზე მაქვს შეტანილი და ველოდები პასუხს რა თუნდა ამდენი და კიდე მოვიკითხავ ახლა იმ კვირიდან და ცოტა ერთი იმიტომ რომ იმ ღამეს როდესაც საგამოძიებო სამუშაოები ტარდებოდა ჩემი შვილიშვილის იმაზე პირდაპირ იქვე პოლიციელი და სახეზედაც ვიცნობ მოვიდა ჩვენთან მარტო მე არ ვიდექი იქ და მე მაგისი თავი არც მქონდა რომ ვიღაცისთვის გამომეძალა ეს ინფორმაცია თვითონ თქვა იმ კაცმა რომ მეხუთია ეს ბავშვი მეხუთი იმ ღამის მარტო იმ ღამის და მარტო თბილისში დიახ და ეს ხუთი გარდაცვლილი ბავშვები წამოვიყვანეთ რიგში ვიდექით ჩემი შვილიშვილი ბოლო იყო და იმიტომ რომ იქ თავისი 2 საათიანი პროცედურები უნდა იმას რაღაც რა ვიცი ექსპერტიზის იმას და სადღაც 10 საათზე მომიწია მე რა ქვია 2 საათზე თუ 3-ზე გარდაცვლილი ბავშვი რომ მიიყვანეს 10 საათამდე რიგში დგომა მომიწია რომ ჩემი შვილიშვილი წამოვეყვანა იქიდან შავი ცელოფლის პარკით და ასე წამოიყვანა ყველამ. არის უამრავი შემთხვევები, რა თუნდა ზოგი ეს იწევს რაღაცებს, ეს არ ვიცი, მე არც არაფერი იწევს, ზოგი ხტება ზოგს რაღაცა ისა და ეს არის ახლა მე ამას არ მოუწოდებ საზოგადოებას იმისკენ რომ ახლა გამოვიდეთ ქუჩაში და ასე მე მაქვს ესეთი პრინცი გეგმა და ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ თვითონ საპატრიარქოს დაინტერესდა ამ თემით ისე გახმაურდა რომ უახლოეს მომავალში გეგმავდა ალბათ გამონახავს ჩვენი უწმინდესი დროს და შევხვდები, იმიტომ რომ იქედანაც იყო შეხმიანება, ასევე ჩვენ უწმინდესიდან რა თქმა უნდა გამძლეობის და დალოცვაც მინდა და კონკრეტულად ამ ფაქტზე და თვითონ როგორ უყურებს ამ სიტუაციას და მე მინდა ხელისუფლებას, მთავრობას, ქართული ოცნების ახალგაზრდულს, აგერ ლიპარტელიანს, აგერ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს, მოჭიდავებს, ყველა ავტორიტეტი ამაში უნდა ჩაერთოს. ეს არ არის პოლიტიკური თემა იმ პოლიტიკოსებს კიდე საერთოდ უნდა აეგრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა რომელიც ამ საქმეში არ ჩაერთვება როგორ გადავარჩინოთ ეს ჩვენი შვილები ეს არის ნომერ პირველი ამ ქვეყანაზე და მე ახლა ამას ვერ დავყოფ ხელისუფლება ეს მე ბატონ ბიძინასთან აგერ ცოტა ივანიშვილი რა გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალგაზრდებში და მე ცოტა ივანიშვილთანაც მექნება მცდელობა რომ შევხვდე რა გამომიო ნახოთ იმიტომ რომ ეს უნდა დაარეგულიროს კანონმა
ეს უნდა დაარეგულოს ამას ვერც ის ფაქტი რომ ოპოზიცია რო არ იქა ბიძინას დაყადაღებაც ვერ უშველის და ვერც ამ ხელისუფლების ნებისმიერი წევრის დაყადაღება ვერ უშველის ამას უშველის ყველა ერთად იმიტომ რომ უნდა მე ვფიქრობ რომ უნდა გამკაცდეს კანონი კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველას და ხელისუფლებას მათ შორის რომ ეს არ არის ძნელად გამოსაძიებელი ამის უკან დგას ძვირფასო მეგობრებო ადამიანები რომლებიც ამაში შეულობენ ფულს არ მოგიდგენია შენ ამ ბავშვებს 500 ლარს 400 ლარი ურიგო დღეში ყოველდღიურად რომ ატარონ ეს და ასე დადონ და მიუტანონ ადგილზე და ეს არ იცოდეს ახლა ძალოვანმა ეს არის სირცხვი. აი ამაზე მინდოდა მეკითხა ჩვენ ვიცით მართლაც რომ აი ეს და ამითიც დავიწყეთ საუბარი ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია ათასობით ქართული ოჯახის ტრაგედია არის რაც დაკავშირებულია აი ამ ნარკოდამოკიდებულების პრობლემასთან. მართლაც აი ხა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახდა ეს თვალშისაცემი თბილისში აღარ არის უბანი სადაც არ ხდება აი ნარკოტიკის დაგდებას რო ეძახიან დადებას არაფერი დაგდება ბატონ თენგის მე გეტყვი მე რკინიგზაზე მუშაობ იცი შენ და მატარებელს ხშირად ვაცილებდი ხოლმე და ამის შესახებ ოდეერი ვინც იყო რა რკინიგზაში წარმომადგენელი არაერთხელ მაქვს ნათქვამი საქართველოს რკინიგზაზე არის კილომეტრები პიკეტები ეს ჩვეულებრივი და აი ახლა ძირითადად სადაც აქეთ ეს ხდებოდა სახალხო სადგურიდან ვაგზლიდან ნათლუხის მიმართულებით. იქ უარი ახლა 2006 კილომეტრი მე7 მერვე ნათლუხამდე და არიან პიკეტები ეს სპეციალური პიკეტებია რომელსაც აი მიადგებით პირდაპირ წერია რომელ კილომეტრში არის. გადავსებული იყო ხოლმე ეგ უბანი სულ. ახლა მე როგორც რევიზორი ვაკვირდებოდი და ამის შესახებ მოხსენებითი ბარათიც მაქვს დაწერილი, ვინც იყო მაშინდელი უშიშროების წარმომადგენელი ჩვენთან და პირადადაც მაქვს ნასაუბრები, რომ ეს ლოკაცია რო არის აი მაგალითად პირობითად ვინც ახლა რკინიგზელია მიხდა 2506 კილომეტრის პიკეტის მაჩვენებელთან ამადამ პიკეტის ძირში დევს ის ადვილად მისაგნებია მიხვალ და აიღებს კორპუსებს რო თავი დავანებოთ იქ არ უნდა არაფერი მიხვალ წაიკითხავ კილომეტრის მაჩვენებელს იმ კილომეტრის მაჩვენებლებში 10 პიკეტია და რომელ პიკეტში პირველში მეორეში მესამეში ჩვეულებრივად მიხვალ დადე და მორჩა ეს იყო აი პირდაპირ ვამბობ და ეხლა არ ვიდა იმ პერიოდში ვისთანაც რა გვარიც ვიცი სახელიც ვიცი პირდაპირ მივედი უშიშროების თანამშრომელთან მე მოხსენებითი ბარათი დაუწერე და უთხარი ბატონო ხდება ესე სავსეა ნათლუღის ეს უბანი სხვაგან ახლა აქეთ აზამინახია სიმართლე რომ გით ძირითადად იყო ხოლმე ეს ნათლუღის ის არსენალს უძახიან ეს უბანზე სულ დასახლებული არიან კი იცი სულ ეს არის და იქ ხდებოდა ძირითადად და რამოდენიმეჯერ მაქვს ნათქვამი რომ ბიჭო მიხედეთ გააყოლეთ ვინმე ბიდით ნახეთ რა ხდება როგორც ასეთი აი ბოდიში არა დაიკიდე აი ეს ყოფილა რა სახელიც ვიცი გვარი დაიკიდე ასე ეს არის სულ ეგ იციან მაგათმა მიხედე შენ შვილს დაიკიდე ეგ ამბავი აი ეგ არის მორჩა რა შეიძლება იყოს ამისი მიზეზი მართლა აუხსნელია იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აი ძალოვანი უწყებების ახალი ადმინისტრაციისთვის ეს გახდა ერთგვარი როგორ თქვა ცუდი ნათქვამია უტრირებულად ვიტყვი აი რეკლამის გაკეთების ერთგვარი საშუალება ღიარ გავა რომ არ გვამცნო ტელევიზიებმა რომ დააკავეს რამდენიმე ათეულობით ნარკომოვაჭრე მაგრამ მართლაც ხედავთ რომ თბილისის ყველა უბანში დარბიან ეგრეთ წოდებული დამდებები მე იგებებიან ადამიანები ის დამდებები სხერფლია კაცო ის დამდების დავშავოთ სხერფლია ის ბავშვი არ აქვს ფული და როცა ახლა დღეში 400 ლარს იძლევი ძმაო შენ წავალ და დავდებ ახლა იმ ბავშვმა რა იცის მე იმ დამდებებს კი არ იმასავშვები ეს არის თენგო ახლა მე ანუ თქვენ ფიქრობთ რომ აქ მუშაობს ორგანიზებული ჯგუფი რა თქვა კი არ ვფიქრობ დარწმუნებული ეს არ არის რაღაც ისეთი სპონტანური მოვლენა დარწმუნებული ვარ ნამდვილად არის ორგანიზებული ჯგუფი და გეტყვი როცა Facebook-ში გამოჩნდა მე მინდოდა მაგაზე უბრალოდ ეს რომ დამატყდა უკვე თავზე ეხლა უფრო ვადანაშაულებ ჩემ თავს ბიჭო Facebook-ში აბა დასაქმება 400 ლარი 500 ლარი შევავს მე რაღაცეები გამიგე მეთქი რა 400 ლარი რა 500 ლარი პირდაპირ ემჩნეოთ მე ესენი დავსკრინე და კარი ღიურ ანაზღაურებაზე საუბარი კი არა კაცო მე ესენი დავსკრინე და შინაგან საქმეთა სამინისტროში პროკურატურაში შევიტანე
რო ეს ხალხი ვინ არის ამ 400 ლარს უპირდება ამ ბავშვებს გამოიწიეთ სოციალურ ქსელშია ღიად საჯაროდ კედლებზე წერია ტელეფონის ნომრები მისამართები ახლა ვისეუბნებიან ახლა რომ ვითომ არ ვიცით და რა არიცი ბიჭო ისა ახლა მაპატიოს ყველა არანაირი შენ მაინც იცი ნანუკა ჟორჟოლიანზე ახლა მზედამთვარე ახლა არ ვიждები და ჩემი ის არ არის მაგი მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის დაჭერა ბიჭო რაღაცა ბარდიულზე და აგერ დღისით ძისით ამაზე ეს არის რაღაცის გადაფარვა რაღაცით რა ეს არის ის ნარკომანების ახლა ქალბატონმა ჯღარკავან ისა არ შემეშალოს სახელი ქალბატონმა ის რო არის ნინო ხო ნინო ჯღარკავამაც დადო რომ ამდენ ნარკობარიგებს იჭერენო კაცო და კი ბატონო იჭერენ ძმაო რამდენსაც იჭერენ იბარტყა რა ერთს დაიჭერენ და 100 გამოდის და ახლა ვერ გავიგე დღეს ვინმეს წარმოუდგენია რომ კანონი დაარღვიონ და იმას ქეჩოში არ ჩაავლონ ხელი ახლა გეუბნები ამისთვის საკმარისი არის აი თუ გინდათ ამდენი ბავშვები ხმამაღლა ვაცხადებ რომ აფხაზეთის ომში და სამაჩაბლოს ომში არ დაღუპულა იმდენი ახალგაზრდა რაც დაიღუპა ახლა ამ პერიოდში ამ სიტუაციებით ამ უაზრო სიტუაციებით აი ზუსტად არ დაღუპულა გააკეთონ სტატისტიკას რა უნდა ამდენი სტატისტიკის იმას რაღაც მინდა კაი იმ ღამეს რო 5 იყო ეს ხო ვიცი ერთ ღამეში თბილისში და 15 იყო კახეთის რეგიონში და ეს ხო ვიცი რომ ესე იყო და ახლა სტატისტიკა რა არის ახლა ის რომ მშობლებიც მწერენ რომ თავს გაუფრთხილდი და ყველას როგორი მითი მიდის იცი აუ ამას ისეთი პატრონი ყავს გააგორებენ ვიგე ესვრიან მოკლავენ და ბიჭო ახლა თუ ახალგაზრდები და დამარხველი არ მეყოლა ჯობი ახლავე მომკლას ვიღაცამ ბოლო ამ საცოდაობას რო უყურო მე ახლა შეიძლება რომ ჩემი შვილი ეტლში მიზის იმიტომ რომ დღე და ღამე მაღაზე ვარ გადართული და ფაქტიურად მეტი უბედურება რა უნდა დამატყდეს თავს ახლა წარმოიდგინე ეს არის არც თავი მაქვს ახლა მე არაფრის არც იმიტომ არ ვზივარ ამ ტელევიზიებში რომ რაღაც ის მინდა რა ქვია პარლამენტარობა და დეპუტატობა მინდა არ ვიღაცა არც ლიდერობა მინდა მე მინდა ამ ბავშვების გადარჩენა და საქართველოში მივმართავ ძალიან კარგია და მეორე დავიბადე გამეხარდა იქიდან გამომდინარე რომ პატრიარქი დაინტერესდა და საპატრიარქო მათი ავტორიტეტი ახლა იცი თენგო რომ საქართველოში ძალიან ის არის რა ქვია და ეს არის ყველაფერი ფასადური თენგო მე ახლა უყურე წელს ოჯახის სიწმინდე იყო 17 მაისს და მთელი ხელისუფლება და მთელი მთავრობა ამ ოჯახის სიწმინდის დღეზე იღებდა მსვლელობაში მონაწილეობას. როდესაც პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღე აი გეკითხები ფიარულად როგორ ხდება. როდესაც პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღე გამოაცხადა იმიტომ რომ ის დაკავშირებული იყო გეი აღლუმების ჩატარება არ ჩატარება და გააშავეს ჩართულები იყვნენ ევროკავშირის დეპუტატები ესენი და იყო მთელი ამბები უმცირესობასთან იმასთან რომ მოთხოვნა იყო რომ არ უნდა ჩატარებულიყო პირველ ქაშვეთთან იმასთან და ეს იყო და გააშავეს ეს სიტუაციები მაშინ მე ყველა ოჯახის სიწმინდის დღეზე ვარ ნამყოფი და მე მათ მინდა ახლა ვიმართო და ის თუ მთელი 5 თუ 6 რამდენი წელიც ყოველ წელს დავდივარ იცი შენ მე იქ ხელისუფლების წარმომადგენელი არ ვინახია მაშინ დიპსტეიტი ებრძოდა დამართა უშლიდა არ დაენახათ იმათ არ დაენახათ ეს ოჯახის სიწმინდის დღე მონათლე სამართვა როგორც გეი აღლუმის რაღაცა ხო ხდება საწინააღმდეგოთი ხან სასულიერო პირები აჩვენეს ტაბურეტკებით ხალის და იცი მაშინ არც ერთი ამომიღონ კადრები და კი ბატონო არც ერთი პოლიტიკოსი არც ერთი პარლამენტარი არც ერთი ოპოზიციის ლიდერი ახლა შეიძლება კანტიკუნტად ჯონდი ბაღათურია და რავი ვიღაცებს კი მოვყარი თვალი არ მინახია არ ყოფილა არავინ ეხლა როგორც კი ეს რაღაცა წავიდა ეს რიტორიკა რო აუ და რაღაც კი ვხედავთ რაც არის მთელი ქვეყანა და გამოდის ის ქალბატონი ლალი მოროშკინა კი არაფერი მაქვს კაცო მაგისთვის საწინააღმდეგო და მეუბნება ახლა ოჯახის სიწმინდე და აქნევენ დროშებს და ყოველ ღამე 5 ბავშვი კვდება ეს უნდა დასრულდეს ძვირფასო მეგობრებო ახლა თქვენ თუ ვიღაცას ახლა უყურე რა ბიძური რაღაცას აკეთებენ უკვე ვიღაცეები ვის თავშიდაც ეს არის რომ ეს ბავშვის გარდაცვალების ის და ზოგჯერ ხო ვერ ვზომავ მეც კაცო ამ სიტყვას შეიძლება რაღაცა გამეპაროს გესმის და უკვე იქ კომენტარებში ზოგმა ბარიგად
თუ გინდა ბარი გაიყოს ისის ხობს ყოფილია კაცო ვითომ ეს დათო რაღაც რაში კეთებდა რას ეს მეორეობედურება ეს არის და ეხლა ამაში დათოს მაკაცები ჩაერიენ წავიდა აქეთ ხარეს მე ვაკონტროლებ და თქვენ გაიხარხო რას გთხოვთ იმას რომ ეს ბავშვები იხეცებიან და დაუდგეთ ერთად მეც რიგითი ჯარისკაცი და რაღაცა კანონი შევიმუშაოთ რა თუნდაც თენგო იმას პარლამენტში სასტრაფოდ შეიმუშავეს რაღაც სიძულვილისენით თუ რაღაცაო კანონი და დაჟაო რა სიძულვილი ბიჭო მეტი სიძულვილი რა გინდა 20 19 18 წლის ბავშვები იხოცებიან და სიძულვილის ენა არ არის ესა აბა რა ენა არის გეკითხები შეგაიგაცო თავპირი დავამტრიეთ ერთმანეთს იქიდან გამომდინარე რომ მოსულიყავით ხელისუფლება ჩაგებარებიათ და ეხლა ძმაო მე ვაპირებ ამას რომ პატრიარქის საუბრის შემდეგ ცდელობა მექნება არ ვიცი ისინი რას გააკეთებენ და თხოვნა მექნება როგორც დინარაძემ თქვა ეხლა მე ვერ დავიწყებ იმას ეხლა აქ რა მთავრობაც არ უნდა იყოს საქართველოში ყველა მთავრობასთან მექნება ეს ცდელობაც და რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური თემა არის მე ახლა ეს არ მინდა ისე რომ რაღაცა არავის არ აყადაღებს და ეს არის კარგად როგორც ამ ნარკოზე ვითომ ვერ გამოიწეს ისე არის ეს პოლიტიკური ველი გავიგე აი ისია ზუსტად ისე დალაგდა რომ ნორმალური ადამიანი არ ჩანს და მეც მათ შორის კარგად იცი რომ ქართულ ოცნებას ვეხმარებოდი იმიტომ რომ აქეთ გახედვა არ მინდოდა და ზუსტად ეს არის რომ აი ეს სიტუაციები და არ მინდა მე ჩემი ოჯახიდან გამომდინარე მე უბრალოდ ამ ბავშვებს და მე დავპირდი და ფიცი დავდე დათოს საფლავზე რომ ბაბუ მე შენ როგორც ნარკომანს საფლავში არ გაგაჭერებ და შენ სახელს გაუფრთხილდები და ნამდვილად ესე იქნება და ამიტომ ახლა სხვა მე რა შემიძლია მოწოდებებს მე ვერ გავაკეთებ ახლა ბიზნეს დააყადაღე გადმოაყადაღე ახლა მაქვს ეს რომ საპატრიარქოში იმედია რომ პატრიარქი შემხვდება იმიტომ რომ ინტერესიც არის უკვე შემდეგ მოუყვები ქართული ოცნების ახალგაზრდულიდან პარლამენტი ვინც არის რა ბატონ ბიზნესთან და ყველასთან ცოტა ივანიშვილთანაც მინდა რომ შევხვდე რომ მას აქ ძალა ეხლა იმდენი წერაკითხვის უცოდინარიში მოვიდა დეპუტატად და მინისტრად იმაში ხელისუფლებაში ბიზნეს ავტორიტეტით არც ცოტას არ გაუჭირდება და ამიტომ მე მინდა ცოტასაც მოусმინო თუ ამ ქვეყანას საშველი გააქვს ეს არის ერთიანობით. ასევე უნდა ვიმართო ჩემს უსაყვარლეს, ჩემს სახელოვან ტიტულოვან სპორტსმენებს, ოლიმპიური მსოფლიოს ჩემპიონებს, ქალბატონ, ჩემ უსაყვარლეს ქალბატონს, ეთერ ლიპარტელიანს და ყველას, ვინაც საქართველოს ასახელა, საქართველოს ახალგაზრდობა ასახე, მთელი ამაყია, ამით არის ამაყი საქართველოს, სხვა რა არის, აბა. ბაჭორს აი ამ ხრიშენს გულწრფელობაში ძნელია ეჭვშევიტანო, რამდენად ხართ ჩართული აი ამ სპორტულ ასპარეზობებში კარგად ვიცი და ნამდვილად გულწრფელი ხარ დამზეკველი. ზუსტად შევეცდები მყავს მე ხვიჩა კვარაცხელიას მამას კარგად ვიცნობ და ერთი რაღაცა იყო რომ ეხლა გახდა ხვიჩას მამა ყველას აღზრდილი და საწყალი კაცი გააქციეს აქედან აზერბაიჯანში თამაშობდა ფეხბურთს ესენი აქ რომ მარადონა დაბადებულიყო ესენი ფეხბურთს არ ათამაშებდნენ აი ესეთი აქ ვისაც უნდა ამას დავენიზლა ის ესეთია ქართველი კაცი მარადონა რომ დაბადებულიყო იტყოდნენ და ფეხბურთს არ ათამაშებდნენ თუ ფული არ ექნებოდა ესია თუმცა კომუნისტების დროს და ის ყველა რომელიც არის აქტიური ბავშვი და ნიჭიერი ყველა მიაღწია ზოგი წავიდა რუბინში ზოგი წავიდა იმაში და სად მიაღწია რომელმა მიაღწია აი გია თქვენ თქვით და ახსენეთ რომ ამ თქვენს აქტივობებს რაც აი ამ ტრაგედიის შემდეგ საჯაროდ ჰქონდათ ერთგვარად აი ეს ტროლბოტები დაუპირისპირდნენ ხო რაღაც მოიხსენიებენ კი რაც საშიში არ და სხვათა შორის ეს საშიში არის აი ამისი თქმა მინდა არა მხოლოდ იმიტომ რა თქმა უნდა ეს მორალური მხარე რომ ეხა ოჯახს რომელსაც ამხელა ტრაგედია დაატყდა რომ იმას კიდე აღიზიანებ შენი აი ამ ქცევით ეს მეორე საკითხია მაგრამ მეორეს მხრივ ეს ხო არის იმის მაჩვენებელი რომ ვინც ამ ტროლბოტებს მართავს და კარგად ვიცით საიდან იმართება ბოდიში უცებ ვიტყვი ბოდიში რო გაწყვეტინებ მე სახში მაქვს უკვე დაპირისპირება საკუთარ შვილთან რომელიც დამხობილი არის 6 დღეაო ერთადერთი შვილი ჩადო მიწაში ისიც მეჩხუბება უკვე და აღარც მელაპარაკებ გაანებე მამა ყველაფერს თავი მე მეუბნები არ დავანებებ გავიგე ჩემს შვილსაც არ სიამოვნებს და სხვა ოჯახებსაც ის არის რომ გაანებე ვერ დავანებებ ეს ბავშვები ყველა დაწყდებიან თუ არ უშველეთ აი ეგ ალბათ ეს ამას ემსახურება თქო ამისი თქმა მინდა აი ამ ტროლბოტების აქტიურობა სოციალში რომლებიც
აშავებენ ადამიანებს, არიან დაკავებული რაღაც თემების დისკრედიტაციით და თქვენს ოჯახი, რომელსაც ამხელა ტრაგედია დაატყდა, ჩემთვის ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ ერთი ეს მორალური მხარე, რაც თქვით, რომ ასე ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თავს ესხმია ადამიანს, მაგრამ მეორე ეს ხო ნიშნავს იმას, რომ სისტემა იმის ნაცვლად რომ პრობლემა გააცნობიეროს პრობლემა პირიქით უპირისპირდება ცდილობს გააჩუმოს ადამიანი, რომელიც პრობლემაზე ხმამაღლა ლაპარაკობს. ეს ხო არ არის თან პოლიტიკური საკითხი და რაღაც ვინმეს გადადგომას ხო არის ხო ადამიანი საუბრობ იმ პრობლემაზე, რაც თითოეულ ამ ოჯახს ქართულ ოჯახს აწუხებს და აი ამ დროს რომ სისტემა ცდილობს გაგაჩუმოს და თან აი ესეთი ამორალური ფორმებით არ ვიცი ეს მართლა არის ისეთი რამ რომ აქ მართლა არის ალბათ საჭირო ჩაერთოს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები მათი მონაწილეობა კანონის მონაწილეობა უპირველესია მაგრამ აი თქვენ თქვით კიდეც რომ ეკლესიის როლი ზოგადად საზოგადოების როლი და ეკლესიის ალბათ როგორც განსაკუთრებული ინსტიტუტის როლი იქნება გადამწყვეტი აი ამ ხრივ რა თქმა უნდა და მეც საქმე მაქვს მანდ მე პატრიარქთან არ მინდა რომ წინსწრებით გავასწრო და კურთხევლასაც ავიღებ ალბათ და დამარიგებს როგორ და რა ფორმით იმას აქვნა ახლა ჩვენი პატრიარქის სიტყვას და წონას ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი წონა აქვს და გავლენა აქვს ახლა ჩემზე 100-ჯერ მეტი და ამიტომ მე ნამდვილად აი ჩემთვის ის მესიჯი კი არ მწყენია მე რაც დაიდო მე შევედი იქ რა და ნახე ის არის პირდაპირ რო ვერ მოძებნი ვერც დარეკა ვერც მიწერ და ტროლი ეგ არის ზუსტად ხო ამიტომ აქ მე რას ვიძახი რომ ზუსტად ამაშია უბედურება სახელმწიფოს რომ ამის ახლა დაავალეს გამიგე რომ იქ შედი ესექენი ახლა ეს არავის არ მოუვიდა აზრად როგორც ხდება რა შენ ნაცი ხარ შენ კოცი ხარ აი ეს სიტუაციები და აქ უნდა მე ამაზე მწყდება გული რომ იმის მაგივრად რომ რამდენი ხანი ახლა ჩემი შვილიშვილი გარდაცვლილია და გამოძიება არ უნდა გამოძიება თენგო მესიჯები ნახონ გადარიცხული თანხები ნახონ ვინ მიცა ანუ ამ მიმართულებით არ მიდის მუშაობა არაფერი არ ვიცი ჩემთან ხო ვიღაცა ხო უნდა მოსულიყო ოჯახთან რა ვიცი რა მიდის ამირან გულში მღეროდაო ხო ერთი კვირა არის როგორ რამდენი ხანი ბავშვი ის არის სად გახსნეს ხო ტელეფონს კი არა იმას ხსნიან დღეს და ანგარიშები ბავშვის სად რიცხავდა ვისგან ყიდულობდა სად ყიდულობდა რას აკეთებდა ეს ერთმანეთს გავს ყველა არც ერთი თენგო აი ხმამაღლა ვაცხადებ არც ერთი საქმე, რომელიც ბავშვი გადმოხდა, თავი მოიკლა, აი ესე მოხდა თუ რანაირად მოხდა, აი გაურკვეველ სიტუაციებში. არც ერთ ფაქტზე, არც ერთ ოჯახს კონკრეტული პასუხი არ აქვს მიღებული. ჩემ დათოზე კი არა. საერთოდ რაც ყოფილა. საერთოდ ვინც დაწყვეტილა და დახოცილა მაპატიო სიმართლმასულებმა არ ყოფილა არც ერთზე ელემენტარული განმარტება რომ ეს წახო არ გამოგატანენ იქიდან იმით ბიდის გამოძიება და აბა მიდი ნებისმიერ ერთიოდა ხო არის მინიმუმ 5 ბავშვი რო იყო დახოცილი იმის დათომდე ხო უამრავი ბავშვი დაიხოცა მიდი ნებისმიერი ოჯახი ერთი ოჯახი მაჩვენონ ყველას პრობლემა ეგ არის რომ აი ოფიციალურად ამომწურავი პასუხი გაეცეს ამაზე გამოძიებას და როგორც ჩანს აი ზუსტად აი ესე მიმდინარეობს რომ იქ თან ახლა ბევრ ოჯახს თქვენს როგორც თქვით ვინაიდან მიზეზი გარდაცვალების ეს არის თვითონაც არ აქვს мотивация რომ ამაზე ხმამაღლა ილაპარაკოს мотивация ახლა მე რომ წერენ პირადში და ვინც მას ამოიღებს იმას აჩუმებენ აი ძალ დათეგო პირადში რომ წერენ ახლა ბევრი ხო ბევრი ამ ჩემს აქციელს ვაშკაცობაში მithulis რომ აი გენაცვალე და ხმაროა მოიღეთ მე არც ვაშკაცი ვარ გაუბედურებული კაცი ვარ ყველაზე მიწასთან გასწორებული იქიდან გამომდინარე რომ აქ დავიბადე და ამ ყველაფერს მოვესწარი ამ ყოველთვის ამ იმას რა ქვია კი იცი შეენა სულ ვიბძვი ამ ქვეყანაზე უკეთესი მომავალი იყოს და რა გვჩება ხელში ვხედავ და ახლა ეს მშობლებს მე არასდროს ჩემ გულში არიან მაგრამ რომ წერენ და ზოგს რამოდენიმე მათგანს ვთხოვე რომ მარტო რო არ ვიარო ამ ეთერებში ხო რამოდენიმე რა უამრავია 1000-ზე მეტია მე მგონი და ყველა ამბობს ვაიმე არა მეორე შვილი ისა ხო ხვდები ანუ აქვს ჭიში ამ თემაზე რა თქმა უნდა ესი არის რა თუნდა ამაზე ახლა რა ქვია მე ახლა ამას გვირო ისა უნდა გადაწყვეტილება და ცოტა ვაშკაცობაც უნდა რომ ამ სიტუაციას მე იმას კი არ ვიქებ ჩემ თავს ამიტომ ჩემო მეგობრებო ვინც ახართ თუ გიდა აი უცნობი იყოს თუ უნდა რა ვინც უნდა თუ უნდა რომ უძახიანე ოცნების პროპაგანდა ხაინდრავა იყოს ვინც უნდა ის იყოს ვისაც დღეს
ამ ბავშვების აი ამ სიტუაციებში და მე ხმამაღლა ვიძახე არც ერთ საქმე გამოძიებული არ არის და გამორიცხულია თუ ეს საქმე ძალოვნება არიციან მაშინ ძმაო ეგენი ყარაულებათაც არ შეიძლება სადმე რომელიღაც ქარხანაში ამუშაო ამათ რა უნდათ აქ თუ ეს სამალი სავიდან შემოვიდა როგორ შემოდის ეს თუ სახელმწიფომ არ იცის მაშინ ვაფშე დაქცეული ყოფილა ეს ყველაფერი რა და ამიტომ ეგლა ძირითადად მე იმას კი არ ვამბობ ვარი ბავშვი რომელსაც უჭირს არცად არ მუშაობს და არცად არაფერს არ აკეთებს იმას 400 ლარს რომ იცემ დღეში იმას გააზრებული კი არ აქვს კაცო ისიც დაღუპულია შენ რო იცოდე ჯერ შენ ამ 400 ლარს ისა რა ქვია მერე თუ ვიღაცამ გადაუხვია ამ თამაშიდან გამოვიდა და რაღაცეები გაუყოლებენ იმ ბაჩალიაშვილის გზას მე ახლა არ გადავდივარ მოუკრეფავში რო ვთქვათ ესე რა მე ჩემი შვილიშვილის დაღუპვის შემდეგ აღარაფერი აღარ დამჭა ამ ქვეყანაზე ერთი ინვალიდის შვილი არის და ერთი ეგ არის ამიტომ მე საზოგადოებას ვეუბნები და გავაცნობ ყოველ ჩემ არ ეგონოთ რომ ეს სადღაც მოუყუჩდი და გავჩვე მე არ დავიწყებ იმას ეხლა რომ არ იქა აქცია და არ იქა ეს არა მაქვს მაგის ნერვები და არც მშობლები არ მინდა შევაწუხო ამით მე ვეუბნები მაგ თუ არ იქნა და 0 იყო ხელი საპატრიარქოდან ყურადღება თუ 0 იყო იქ რაც ჩამოვთვალე ამ ხალხიდან ყურადღება მე მოუწოდებ თელ საქართველოს თუ მაცოცხლეს მანამდე მოუწოდებ საქართველოს მოსახლეობას და მათმა გადაწყვიტონ მე წავალ და ჩემ გასაკეთებელს დავუჯდები და იქიდან ფეხს არ მოვიცვლი და ამათ ვამხელ ყველაფერში და თუ არა აგერ არის ძმაო სიყვარულით ვეუბნები რომ ქვეყანა არის გადაშენების პირას იხოცებიან ანგელოზის შვილები იხოცებიან ანგელოზები ბავშვები რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ საქართველოში თუ არ ჩავთვლით ახლა ტელეფონის სადენს რო გაყიდის და აკუმულატორს რო გაყიდის და მაღაზიაში შეთქვე კაი ხალხო გატყავებულია ხალხი ამ დიპლომებით არც ერთი პროფესიონალი არ არის და არც ერთი დარგი რომ ბავშვმა სპეციალობა ისწავლოს გახსნეს ეს და ატყავებენ აქედან სწავლა-განათლება 0 მიცემენ ფარატინა ორგვერდიან ფურცელს და მიდის ვერაფერში ვერ იყენებს მიდის ეს ბავშვი მერე და ან მაღაზიაში უნდა ისვეოს ან იშოვის და ან არა 500 ლარზე და აგერ შენ წამლის დამდებს აძლევ დღეში 500 ლარს მე არ ვიცი ახლა ეს ძმაო გაცეს საზოგადოებამ ქართული ოცნების მომხრეებს მიმართავ მე ხო ვიცი რომ ყველაფერში მეთანხმებით კაცო თუ არ მეთანხმებით გამოდით საჯაროდ და თქვით მაინც ვიცოდე რა ხდება ამ ქვეყანაზე კაი ახლა იმ გეი აღლუმების იმას ვერ იღებთ მას იმიტომ რომ ევროკავშირიო და რაღაცაო ვიღაცამ ის არ გითხრას და რაღაც მაგრამ ეს ხო გენოციდი არის ჩვენი ბავშვების ერთი გეკითხებით მე და სტუდენტები სად არიან ახლა დაუშვათ ხო არიან სტუდენტები და ძალიან დიდი რა სად არიან კი არა მე ახლა ერთი 200-250 ბავშვი ჩემთან არის და ყველა წერს გიაძია შენ გვერდჩივარ გასახარი არ აქვს ამ ბავშვებს ახლა მაპატიოს მე მისმა ოჯახმა გასახარი აქ ლაზარე გრიგორიადისი გახადეს გმირი და ეს ბავშვები არიან ესე აი ეს არის უბედურება და ეგ არის ყველაფერი ერის ტრაგედია და ამიტომ რა ვიცი მე რაღაცა ან თქვენი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის და მდგომარეობს იმაში რომ მოხდეს კონკრეტულად ამ საქმის გამოძიებაც და ზოგადად აი ამ ქსელის მხილება რომელიც აშკარად არის ორგანიზებული ქსელი რომელიც ახალგაზრდებს მასიურად ითრევს აი ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში და თუ ერთხელ ჩაერთო ახალგაზრდა იქ მე იქიდან გამოსვლის შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. თეგო ზუსტად ახლა ძალიან მიყვარს ხოლმე კრიმინალური წიგნების კითხვა რა და არც ერთ სიცილიელ არც ერთ კრიმინალურ წიგნში არ წამიკითხია რომ პრესტუპნიკების სიცილიელი მაფიოზებიც კი თავის ქვეყანაში არ უშვებდნენ ამ სახით ნარკოტიკებს და მე ზუსტად ვიცი პირადად ეხლა ომშიდაც ვიყავი და ყველგან და ამ ხედრიონთანაც დაპირისპირებული ვიყავი და მე დავმეგობრდით და რაღაცები მე პირდაპირ ვიცი ახლა მაშინ მეომრებში შემოდიოდა ეს რაღაცეები რა ვისაც ჭირდებოდა და პირდაპირ ჯაბა იოსელიანი ეუბნებოდა რომ აი ეს ნარკოტიკი ბავშვებში არ გავიდეს თუ არა პირდაპირ ტყვია შუბში მოგხვდებათ აი გეუბნები თქვენ კაი ხალხო ყველა ფეხის ნაბიჯზე აი მთელი ღამე ჩემი ფანჯრის წინ ხარვის გავეკიდები გარბიან როგორ ეხლა რა ვიცი ამის ისა რა ამას რო ახლა დიდი მფარველი თან ეხლა გააგდეს ის რომ ნარკოტიკული მაფია ამაზე შეხება არ შეიძლება ხმა არა ხმა არ ამოიღო კაცო მოკლავენ
ბიჭო კლავენ ბავშვებს და მოკლავენ რა არის კლავენ ბავშვებს და მომკლავენ რა არის ახლა ეს არის რომ აი ეს ისა ვაიმე უიმე საშიში თემა არ უნდა შეეხო უი ასე არ უნდა ქნა ისე არ უნდა ქნა და აგერ არის ძმაო რომ წერთ აი იმას იმ მშობლებს გეუბნებით უიმე ჩემი შვილი ასე მოკვდა და დღესაც არ არის გამოძიებული ჩემი მესიჯი კი არ უშველის მაგაზე მე რომ წერ მე რას ვიზავ მე გეუბნებით რაც მინდა რომ გავაკეთო კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ყოფილი ვარ ქართული ოცნების პარტიის წევრი, არასდროს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აქეთ რასაც ვხედავ, ყოველთვის ვეხმარები მაგათ. და ეხლა გეუბნებით მოვდივარ თქვენთან, ყველასთან, ჩემი ოფიციალური წინადადებით, განცხადებით, სასტრაფოდ მიიღეთ კანონი, სასტრაფოდ გავამკაცრეთ, აგრძალეთ სასტრაფოდ, ვინც ამ ბავშვებს 500 და 400 ლარიან ყოველდღიურ ანაზღაურებას პირდება. ახლა ელემენტარული ავიღოთ ფეხბურთის გუნდს ფული თუ არ აქვს სუბოლო ადგილზე და ხელფას რო არ გადაუხდი ეს ბავშვები თავისინებით ამას არ დაარიგებენ დაანებეთ ნუ გადაუხდით ნუ რაფერს ხელფას ნუ დებთ ნუ იმასაშვებით სამსახური გახარდეს თენგო რა როგორც არა თან მასიური ამაზე არის აქ საუბარი რომ ეხლა ვისაც დანაშაულებრივი ქსელი როგორც წესი ცდილობს რომ იყოს კონსპირაციული ჩუმად პირიქით ნაკლებად იყოს ცნობილი მათი საქმიანობის შესახებ და საქართველოში მართლაც აი თბილისში ახალგაზრდებს პირდაპირ ქუჩაში არის განცხადებები გამოგრული რომ მოდი დაგასაქმებ დღეში მოგცემ 600 ლარს აი რა მუშაობს საქართველოში რამე საწარმო მუშაობს რამე ბიზნესი მუშაობს ისე მომგებიანად რომ ლეგალურ ბიზნესს ამ ხელა გადახდის საშუალება ქონდეს და თან წერია გამოცდილება საჭირო არ არის 18 წლის ბავშვს აძლევ დღეში 500 ლარს ხო გასაგებია რომ აქ მართლაც კრიმინალთან გვაქვს ხო საქმე აი ამას რატო უნდა ჭირდებოდეს ტრაგიკული ოჯახის მოწოდება რატო უნდა ჭირდებოდეს თვითონ სახელმწიფო ხო უნდა იყოს ამისი გამოძიებით დაინტერესებული ზუსტად ესა და მე კიდე ვერავინ ვერ მეტყვის იმას სოციალური ქსელია მე პირადად მაქვს მეთქი დასკრინული და მიტანილი ეგ ისინი რომ გავარკვიეთ მეთქი ვინ არის და ჩვენი რკინიგზის ODR-ზედაც რამოდენიმეჯერ მაგ ნათქვამი რომ სავსეა ეს სიტუაციები ამას დავალებოთ თავი ესე იგი თურმე პოსტი თუ დადო ვიღაცას უწოდა პრორუსი თუ რუსი თუ რაღაცა ამაზე რამის 10000 ლარებია ჯარიმა და ეს არის დაჟადი გესმის და აქ დებს კაცი 400 ლარიო გამიგე დღეშიო ბიჭო და ისა რა ქვია და ამაზე არაფერი დაიჭირე მოიყვანე საიდანაც წარმოგიდგენია თენგის ახლა 400 ლარს რო ადამიანს გადაუხდი ყოველდღიურად შენ რამდენი გრჩება თავისთავად ცხადია ბევრად მეტი და რამდენი გრჩება ეს არის მართლაც როგორც ჩანს აი რაღაც ისეთი დიდი მაფია და დიდი ორგანიზებული ქსელი რომელზეც ამდენი ხანია ბევრს აწუხებს მაგრამ ხმის ამოღება თქვენ ხმის არ იყოს ყველას ან ერიდებოდა ან ეშინოდა და იმედი მაქვს რომ აი ნავსი გატყდება ამ შემთხვევაში და მართლაც აი ეს ტრაგედია იქნება ბოლო ტრაგედია რაც ამ ქვეყანაში დატრიალდა კი აუცილებლად მინდა გკითხოთ კიდევ ერთ საკითხზე ჩვენი საუბრის ბოლო თემად მქონდა ეს ერთგვარად მოტივებული. ერთი აგერი ვიტყვი მშობლებს ერთი და ვსვიო რა რომ მე აი ამ მშობლების იმაზე ვიძახი რა ზუსტად რომ აქ უკან დასახევი ჩვენი წინაპრები იმის წინაპრები იბრძოდნენ რომ საქართველოში არ შემოსულიყო შვილები არ გაეწყვიტათ ბავშვები და ახალგაზრდობა და ხმალს იღებდნენ და იარაღს იღებდნენ და იბრძოდნენ და იცავდნენ ბიჭო შვილებს გვიხოცავენ ზვაო დღისით ძისით მე ხო არ ვიგონებ ამას არც თქვენი ხმა მინდა არც დეპუტატობა მინდა ბიჭო აღარავინ ეს ანგელოზივით ბავშვები ის ვაყრით მიწას და ეხლა რავის დანარჩენი ხელისუფლების გადასაწყვეტი არის და ძალიან ეს მოგვარდება 9 საათში მე ვეუბნები ყველა ციხეში სამუდამო პატიმრობით ვინც 500 და 400 ლარიან ხელფასებს პირდება და დასრულდება ეს ყველაფერი აქ ალბათ უნდა გავმიჯნოთ ხო რომ ეს აქ საუბარი არის და კანონის გამკაცრებაზე ვსაუბრობთ ზუსტად ორგანიზატორებზე და ორგანიზების ნაწილში თორე მეორე მხრივ აი ხა თქვენ თვითონ თქვით რომ ბოდიში თენგო და უცებ შენ ახლა ეს სიტუაცია შეიძლება ჩემზე მეტად ახალგაზრდა ხარ და ერკვეოდე ჩვენთან კულტურაც არ არის ამის მიღების როდესაც შენ ამას იღებ, უღურე აი გეტყვი. როდესაც შენ ამას იღებ, განსწავლული უნდა იყო. მე ვიცი მაგალითად რაღაცამ თუ მომწამლა, უცებ კუჭი უნდა ამოვიო, სოდიანი უნდა დავლიო და ასე შემდეგ. ეს ბავშვები გაგებაშიდაც არ არიან. გამიგე, ზოგი იძინებს და გორია ძილში შეიძლება იმ კონკრეტულ ამიტომ კულტურა არიან მიღებული, რომ რაღაცას აკეთებენ, კუბური, რა ვიცი, რა ქვია მაგას და ახლა მე იმას კი არ ვიძახ, თუ იმეს
ეს ბავშვები არიან უცოდინარები ამ საქმეში და ბევრი რომელსაც უნდა ერბინა ცეკვაში უნდა ენერგია დაეხარჯა იმის მაგივრად წავიდა ცუდად რო გახდა დაწვა და შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს. ამიტომ ეს კულტურაც არ არის კაცო ვერ გავიგე და ეგ არის ზუსტად მეორე პრობლემა ალბათ ეხა არ ვიცი ამაზე მართლა სახელმწიფომ უნდა იმუშაოს და უნდა გაიმიჯნოს ალბათ ძალიან კონკრეტულად რომ ვინ არის აი მართლა გამსაღებელი ორგანიზატორი აი ამ დანაშაულის და ვინ არის მომხმარებელი რომელიც აი იგივე დათუნას შემთხვევაში თქვენ თავიდანვე თქვით რომ მოერიდა შეეშინდა რომ დაერეკა სასტრაფოში იმიტომ შეეშინდა რომ გვაქვს ზუსტად აი ესეთი რეპრესიული პოლიტიკა მომხმარებლებთან მიმართებაში ხო თორე მართლაც რომ დაერეკა ამ ბავშვს ეხა და მოსულიყო სასტრაფო მაგას მე მირჩევნია რომ ადექი როცა ესია 1-5 თვე იძულებით ამუშავე ხო არიან იძულებით ამუშავე ძმაო გარეთ არ გამოუშვა და არა დღევანდელი ეს რეპრესიული პოლიტიკა მაგას გულისხმობს რომ კი არა ამუშავებს და მართლა მკურნალობაზე რაღაც გადაჩვევაზე კი არ არის მიმართული დაიჭერს გამოართმევს ოჯახს გირაოს ისე ოჯახს აწვება ეს ტვირთი და მე ეს ადამიანი უბრალოდ კვირაში ერთხელ პრობაციაზე უნდა მივიდეს მოაწეროს ხო და ეს ხო უარესია ნამდვილად რამდენი ადამიანი, რამდენი ახალგაზრდა არის მართლა ტრაგიკულად გარდაცვლილი იმის გამო რომ მას უბრალოდ აი შეეშინდა რომ დაერეკა სასტრაფოში, თორე რომ დაერეკა ნამდვილად შეიძლება ესეთი ტრაგიკული დედას არ გაეგო, მე არ გამეგო, ოჯახს არ გაეგო და გამეგო დამიძახონ, მაგრამ მე მაგალითად ჩემ შემთხვევაში დამიძახონ და ჩავაკეტინებდი 1 წელი იძულებით ამუშავონ ეს ბავშვები ზოგი გამოსწორდება იქიდან ბევრი და აი ესეც უნდა აღლა რა მარტივია მუშაობა არის მისაღებია ჩამოსაყალიბებელია და ეხლა თუ ესე ძმაო ჩვენ იმას ვერ ვიგებთ რომ ამდენი გაივსო უბრებიდან მთელი საქართველოს და დარბიან წარმოიდგინე ისე ვთქვათ ეხლა მთელი საქართველოს მასშტაბით დარწმუნებული ვარ რომ ერთი 10000 მაინც იქნება დასაქმებული რა დღე და 10000 უხდიან დღეში 400 ლარს და წარმოიდგინე თვითონ ადჟელმეტი ხო რჩებათ მოგებაში მინიმუმ ანუ ეს საკმაოდ ძალიან დიდ ფულზე არის როგორც ჩანს საუბარი და ალბათ აქედან გამომდინარეც არის ზუსტად ის რომ არც არ ვიქნებით ჩემსდარი თუ გვექნება ვარაუდი რომ საკმაოდ მაღალ ფენებში ამ ყველაფერს ყავს პატრონი და მფარველი თორე სხვანაირად მართლა წარმოუდგენელია არ ვიცი ხა შეუძლებელია რომ თანამედროვე სამყაროში თან სადაც ყველაფერი კონტროლდება რა ვიდეო კამერებია ქუჩაში და ვერ დააორგანიზებ ვერაფერს ისე რომ სახელმწიფო ამის შესახებ წინასწარ არ ქონდეს ინფორმაცია შეუძლებელია რომ აი ასეთი მართლაც მილიარდიანი ბიზნესი მუშაობდეს იატაკ ქვეშ და ამის შესახებ არასდროს არავინ არაფერი ამას ბეკი არ უნდა ვამბოდე გაუბედურებული კაცი თენგო აქ უნდა იცახო წარმოიდგინე აი ტენდერებზე ჩასაფრებული პროპაგანდისტები რო არიან რომ რაღაცა თქვან და ყველა ბიჭო თუ რა ვაკეთება ამ ქვეყანაში სასიკეთო მე დასთქვი ყველაზე მეტად გაგვეხარდება ლაპარაკი არ არის აქ რომ დააყენებ სახეს და რაღაცა თან თვალით იყურები ტენდერს მოგცემენ თუ არა ვის რათ უნდა ბიჭო ბავშვები წყდება და გამეცით პასუხი აი ვინც ახარ პროპაგანდისტები ხართ თუ ვინც ახარ გამეცით პასუხი რას ფიქრობთ ამ ბავშვებზე მოგწონთ ეს თემა თუ არ მოგწონთ და იმაზე გამეცით პასუხი კიდე ამ თემის მოგვარება კანონით შესაძლებელი თუ არის თუ არ არის და თუ არის შესაძლებელი რატო არ ვაკეთებთ და რატო არ მუშაობთ ამ თემაზე. მორჩა რა არის ამაში გასაკვირი. კი, ერთ საკითხს მინდა შევეხოთ კიდევ ჩვენი საუბრის ბოლოს. არ ვიცი მაყურებლისთვის რამდენად არის ეს ცნობილი, მაგრამ სამწუხაროდ აი თქვენ ხართ ადამიანი, რომლისთვისაც მხოლოდ ეს არ არის ტრაგედია. თქვენ ხართ ასევე მამა დიუშენის სინდრომით დაავადებული შვილისა. ამ დაავადების შესახებ ბოლო პერიოდში ასე თუ ისე ინფორმაცია საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტად გახდა ცნობილი იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ხედავდა, რაც მიმდინარეობს თბილისის ქუჩებში უწყვეტი პროტესტი ამ თემასთან მიმართებაში. თქვენთვის ესეც არის უკვე წლებია ტრაგედია და მუდმივი ზრუნვის საგანი. აი საინტერესო იქნება თქვენი აზრით, რომ გავიგოთ როგორ უყურებთ იმ პროცესებს, რაც ხდება ქალაქში, რამდენად არის სახელმწიფოს მხრიდან მართლაც ყურადღების დეფიციტი ამ ბავშვების მიმართ. და როგორ უნდა ეშველოს ამ პრობლემას, როგორ საკმარისია თუ არა, აი ციტრის თქმა მინდა, აი ჩვენ გვესმის კონკრეტულ პრეპარატზე საუბარი, რომ ეს პრეპარატი საქართველოში არის ხელმიუწვდომელი და ეს არის შემდეგ უკვე აი ამ ბავშვების მდგომარეობის მიზეზი. თქვენ როგორც აი ადამიანს, რომელსაც უშუალოდ ძალიან დიდი 17 წლიანი შვილი ყავთ ამ დაავადებით დაავადებული და
17 წლიანი გამოცდილება გაქვთ. მართლაც ასე დგას საკითხი, თუ არის კიდევ რაღაც ისეთი ტიპის საკითხები, რაზეც უნდა მახვილდებოდეს ყურადღება, მაგრამ ნაკლებად მახვილდება. მე მაგალითად მადლობა თენგო ამ იმისთვის, მე 17 წელი არის ამ პრობლემებს ვებრძვი და რაღაცა გამოცდილება დამიგროვდა ამასთან დაკავშირებით და მეც კავშირზე ვარ, იცი შენ რომ გერმანიაში შვილი მყავს, პარიზში ლუკა არის ციკლაური ერთ-ერთი უნიჭიერესი ბავშვი, რომელშიც პარიზში განთქმულია და ავტო და თუ რაღაცა არის, ვიღებ ხოლმე მათგან ინფორმაციას. მე ლაზარეც მყავდა ხოლმე წაყვანილი და მე შევთავაზე ჯერ სრულად ვიზიარებ იმას, რომ ამ ბავშვებთან მიმართებაში არანაირი ყურადღება არ იყო. პირიქით 100 ლარი ღირდა ექიმთან კონსულტაცია და 300 ლარი გახადეს და 200 ლარი გახადეს. ძალიან ბევრჯერ მაქვს მიწერილი რატი იოთანაშვილზე, იმიტომ რომ არაერთხელ გამეხარდა შეშომოპირი დეპუტატი გახდა და არჩევს უკრაინის ომის საქმეებს და ერთხელ არ დაინტერესებულა ამ ბავშვის ბედიღმით, ამ ბავშვების სიტუაციით. არის იქ ელემენტარული სიტუაციები იყო. სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ როდესაც იყო სერგიენკო და იყო ბატონი ზაზა სოფრომაძე მაშინ ჯანდაცვაში, რაღაცა ყურადღება იგრძნობოდა რა, აი რაღაცაზე რო შეაწუხებდი, გეხმარებოდნენ ისა გარკვეული აი ტიკარაძის დროს მაგალითად საერთოდ გადაღობილი იყო ყველაფერი, იმიტომ რომ მაშინ იყო ამ ტიკარაძეს ბიძინა ივარიშვილის ოჯახის ახლობელი დაერქვა და ბუს თავზე არიჯენდა და დედამიწას ქალავნად. იყო ეს სიტუაციები ნამდვილად. დღეს ახლა აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილი არ ხვდება, მიხეილთან შეხვედრა მართლა არ არის პრობლემა რა. აქ არის ერთი რამე და დაიწყო ახლა მე ღმერთმა დამიფაროს ჩემი შვილის იმასე რაღაცნაირად ისე რომ დაიწყო ბევრს და რა თქმა უნდა ამ პროტესტმაც თავისი წვლილი შეიტანა ალბათ და ეს ბავშვები პირველ რიგში ნომერ პირველი არის ფიზიოვარჯიშები, ცურვა, ექიმთან ორჯერადი კვლევა და რაც ყველაზე მთავარია ჩემო თენგო საქართველოს არ ყავს ამ დარგში სპეციალისტი, ერთიც კი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს კონკრეტულად აი ამ მიმართულებით სპეციალიზება. ამ იშვიათი ამ დიუშა, აი და მინისტრმა ჩვენ შეხვედრაზე, მშობლების შეხვედრაზე რო დავაყენეთ ჩვენ ეს საკითხი განცხადებით მე მას მივართე, ეგ თქვა ზუსტად რომ გადამზადება უნდა მოხდეს აი ამ ექიმების ჯგუფის აი ამ იმებზე და საზღვარგარეთ ფაქტიურად არის ესეთი მიდგომები რომ ამ გარკვეული სიმპტომების ბავშვებს პირადად ყავთ პირადი ექიმი, რომელიც სახლში აკითხავს, სკოლაში დაყავთ და არის უდიდესი და კი არავინ ეხმერწება ვინმეს რომ არ იქაც სულ რაც ჭირდება უტარებენ. და ამიტომ მე მაგ და ეხლა მე მშობლებსაც ეს ამბავი ეხლა რაც პარლამენტთან ხდება, მე მშობლებს ძალიან მიყვარს და მეწოდება კაცო ზოგს არის ეს სიტუაციები. თუმცა აზრი ისე გაიყო, ერთი მხარე იწახის, არ არის წამალი და კლავ მეორე მხარე და ჯერ ისეთი ეპიტეტები, ისეთი კომენტარები ისმის, ისეთი სიუჟეტები არის, რომ პირდაპირ აუ ეს ბავშვები აქამდე ცოცხლობენ, აქამდე ის არის, ეს ხო ხვდები, წდებიან და ამას ეს ბავშვები ხო ისმენენ კაცო. ამ ბავშვებისთვის როგორი ასატანია, თუნდაც ჩემი და ლაზარესთვის როგორი ასატანია, აბა მიდი 17 წლისთვის ასმენინო ეს ხო განადგურებულია ფაქტიურად და ახლა უბრალოდ შეხედონ ამ იმას, როგორ შეიძლება ესეთი სამწუხაროდ ბევრისთვის ეს არა უშუალოდ იმ მშობლებისთვის, რასაკვირველია, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ მშობლებისთვის რა თქმა უნდა, სპეკულაციის საგანი მე ბევრი რაღაც კივიან რომ არ იქა და ნუ კლავთ ბავშვებს, აი რა კლავ ახლა ეს ხო არ ახლა გუშინაც მქონდა მე მათ მშობლებთან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ხო არის აგერ აზერბაიჯანი, ხო არის აგერ სასონხეთი, აგერ არის ანკარა. ანკარას იმიტომ ვიძახი თურქეთში არის სპეციალური ამერიკული კლინიკა, სადაც მოღვაწეობენ ანკარაში ფუნქციონირებს. დიახ, ანკარაში, სადაც მოღვაწეობენ ამერიკიდან მოწვეული პროფესორები, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ ამ დიუშენზე. პირდაპირ, ეს ახლა კი არა, 5 წლის უკან იყავი და მე მაქვს კავშირი ამ ოღონდ იქ პროფესორთან მოხვედრა მარტივი არ არის თურქეთში ამ დარგის იქ ახლა სპეციალურად აქ უნდა ჩაერთო ჯანდაცვა და სახელმწიფო დონეზე. ბიჭო, მშობლებიდან ორი ადამიანი აგერ არის თურქეთი, არ აქვს სახელმწიფოს რა, გინდა თურქეთი იყოს, გინდა საფრანგეთი იყოს, გინდა გერმანია იყოს. გაწყდას საელჩოები გვაქვს ყველგან, ხო?
მოგიდონ ინიციატივა როგორ კურნალობენ ზაო ამ ბავშვებს იქ რას ყვარობენ თუ წაბალია მარტო საქართველოში ვიყიდით ამ წამას და თურქეთს თურმე არ უნდა იქ უნდა დაიყოცონ ეს ბავშვები აღარ არის ყურიზირში ეს თურქეთი და ჩვენზე მეტი ტექნოლოგიებიც აქვს ჩვენზე მაგარი პროფესორებიც ყავს ჩვენზე მაგარი სპეციალისტებიც ყავს და ვინმე გაიგო როგორ კურნალობენ იმაში თურქეთში აი ვინმე გაიგო თუ გინდა თურქეთი იყო და სახელმწიფოს ის გაუჭირდა რომ ოფიციალურად დასვას რაც იქიდან რა ქვია საიტებიდან ამოღებული შენ კარგად იცი თენგო რომ მე საიტებიდან ვიდეო რაგერ მაქვს ეგ ვიდეო რომ ამოვიღე ისა ვციო ჩვენ ვარჩენთ დიუშას აქეთ იქით მაშინ მთელი პოლიტიკოსების დამეხმარე მთავრობას მაშინ სოფრომაძე იყო ისა რა ქვია მივწერეთ რომში არის იესოს სახელობის დიდი ისა რა ქვია და ჩავდე სახლი კარი თუ რა დღესაც იცი რომ ბანკში მაქვს ყველაფერი ჩადებული წავედი და ბოლო მომენტამდე რო ჩავედი მანქანა დამხვდა წამიყვანეს მომათავსეს 5 დღე ვიყავი და 0 თეთრი რო დარჩა ანგარიშზე მითხრეს რომ აბიმასო იმ პროფესორმა ვინც ვიდეოშია არაო ამ ჯამთა ამის იმისო რა ქვია უძლურები ვართ ანუ ეს თაღლითობა თაღლითობა რა პროფესორი ვინც იქ მუშაობს კაცო აგერ მაქვს ვიდეოც და ამის შემდეგ დაშინებული ვარ ძმაო მე იმ წამას გერმანია ისე საინტერესოა აი ამ დაავადების მქონე ბავშვებს საქართველოში რაიმე პენსია თუ აქვს და შეკითხვაც არის შემოსული არა პენსია არის აქ 400 რაღაცა ლარი და აქ კაი გამახსენე მე მინისტრსაც ველაპარაკე რომ ეს ბავშვები ჯანდაცვას აქვს სერვისი ამ ბავშვებს რომ მოულის გასეირების რაღაცა სერვისი როგორც არის რა და მე მილის ამის შესახებ ვუთხარი ეს ბავშვები ისეთი ფსიქოლოგიის მქონე ბავშვები არიან რომლებიც სხვას დედის გარდა არავის არ მიკარებენ ეგ კი არა ბოდიში მაყურებელთან მოშარდვაც რო უნდა ჩემთან არის ზავს თუ დედამისი არ მივიდა ამიტომ ბიჭო ამ ოჯახებს დედა ჩემი მეუღლე ახლა გამორიცხულია სადმე ვერ გავა მეც ვერ სად ვერ მივდივარ იმიტომ რომ აწევა უნდა დაწევა უნდა 17 წლის ბიჭია ახლა იმას ისა თან ჩემზეა მონდობილი მეც აღარა მაქვს ჯალი კაცო იმდენი და რაღაცა იმდენად არის გესმის რომ მე დიაბეტი მაქვს და რაღაცას თუ მოვკიდე ტკბილს ხელი გამოვხედავს ხოლმე იქ კომპიუტერიდან გამოყოფს თავს კედელზე და გუგურიჩ მე მოვლა ჯიგარო მაგ ტკბილს რო უბრახულებ ვერა მეშველება გესმის ხო და ბიჭო ამიტომ ჯანდაცვის მინისტრს ეს ამ ოჯახებს ვაო ხო არის ეს სერვისი მოვლის სერვისი ბიჭო ვიღაცას ხო აძლევ აქ დედებს მიეცი მოვლის რაღაცა ის არის საკუთარ მშობელს მიეცი თავის საკუთარ ოჯახს მიეცი ბიჭო მარტო ის ხო არ არის რა თუნდა ამას ამდენი ისა რა ქვია დანგრატი დასაწევი ახლა ვიყავით და მე მადლობა მინდა მართლა ახლა ხელისუფლება რასაც კაცი რომელიც კაცურად გულთან მიიტანს იმას ახლა არის ჩაუშვებენ დანგრატები ასაწევები დასაბანი ვანა რაღაცეები ვაუჩერები დარიგდება და მინდა გითხრა რომ კიდე არ ვიძახი ამას რომ მე გავაკეთე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იხმაურმა რაც ავტეხეთ ანუ საზოგადოების აქტივობა ამხრივ გამოივა გესმის და ახლა ამ წამალზედაც რას ვამბობ შობლებსაც გუში ველაპარაკე ბატონ კახა ციხარიშვილს და მოეწონა ეს აზრი ბიჭო კაი ამერიკაში ვერ ჩავდივარ სახელმწიფო ვაიძულოთ რომ დაგველაპარაკოს შეგვახვედროს იმ სამეცნიერო კვლევით ცენტრებს სადაც ეს სიტუაცია არის ჩვენ სამეზობლოში არის თან ჩვენ სამეზობლოში არის აგერ თურქეთშია კაცო და ეხლა ასე რომ ვიღაცა გამოვა ის ბოკერიას პარტიის წევრი ისა კალოიანი გამოვიდა და რა ვიცი არც ვიცი მესამე არის ბოკერია არის მისი ცოლი და ეს კალოიანი მესამეა ლიდერი და ეხლა ბოკერიას პარტიის იგივეს ვიტყვი კახარიას პარტია ხო ატეხეს ერთი ამბავი პარლამენტში ჯერ თქვენ кайხარხო იმის ცემისთვის დააკავეს სპეცნაზი უღურე აი როგორი მარტივი ასახსნელი ახლა მეტი რა მინახი ხმა არ მოუღიათ არ მოუთხოვიათ გახარია პირდაპირ ეთერში იღებდნენ და დაუნგრიეს სკორპილი და ერთ მის კოლეგას მის პარტი ესენი რო ერთი ახლა რა თუნა ერთხელ უხსენებიათ რომ დააკავონ იმუნიტეტი შეუწყვიტონ იმას ვინც ცემა ვინმეს ეს უთქვია კაცო რა თუნა ეს არის აგერდებს მე ავიღოთ გახარია ხო არის ბერლინში ერთი დამისახელოს ოჯახი გაჭირვებული შიშუმუპირი ქვეყანა არიან გერმანიაში ვინც ამარ მოინახულა და დაინტერესდა როგორ კურნალობენ ბერლინში აქ ყოფილია პარლამენტში ბიჭო ჩადი გერმანიაში ხარ იქვე ხარ და რაღაცა შენი რესურსი გამოიყენე და გაარკვიე რა ხდება იმ გერმანიაში
სად არის ეცამა რა სვავენ, როგორ სვავენ? მეორე ყოაქედან თუ შენ მართლა ამბავშვების ბედი გადარდე? სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, ბავშვებს ხოცავენ, კლავენ. ბიჭო, მე წავედი სტრასბურგში და სალომე ზურაბიშვილი ახალი არჩეული იყო პრეზიდენტად და ამას ნამუსი არ აქვს თენგო. პრეზიდენტად და გამოაცხადა საქართველოს არის აწყობილი ქვეყანა, აგერ არის ნაკოლ. აწყობილი ქვეყანა, ქართველები არც დაასაქმოთ, არც უმკურნალოთ. მაგის სიტყვებია და გამოგვაბუნძულეს იქიდან სულ ყველა მაგის სულელური განცხადების გამო. და დღეს მოდის და ახლა ჩემ შვილზე მეუნება მე რა რომ ისა რა ქვია და მოდი და ახლა ნუ გაგიჟდები და ახლა მოდი მე მართლა უთხარი და იყვნენ მადლობა მათ ჩემი შვილიშვილის დაკრძალვაზედაც იყვნენ და პანაშვიდზედაც იყვნენ და ძალიან მიყვარს ეს მშობლები კაცო კი არაფერი არ ამაქვს უბრალოდ მე ვფიქრობ რომ დიალოგის მხრივ, აი ყველა ვინც დედამშვილი დაწყევლა, ყველა გარბის იქ. ეხლა ვხედავ რომ სტუდენტებიო სადღაც 200,000 ლარიო, ესე 3 მილიონი თუ ღირს ისა, რა ქვია, წაბალი ეს ბავშვები რას მოაბავენ მაგას. თუმცა ეს მათი მხრიდან ალბათ გულწრფელი ინიციატივა და არა, ღმერთმა დავითვალოს, მაგათ ვენაცვალე, მაგათ თითეულ კაპიკს ვენაცვალე, რა სისულელი არის, მაგრამ ბიჭო ცურვას ახლა მე ვიძახი 100%-იანი აგერ თქვენი ტელევიზიით. რაც ჭირდება ცურვა, რეაბილიტაცია და ის ამწეები, ესენი პროფესიონალიზმი, უფასო მკურნალობა და ყველაფერი. პასუხისმგებელი ვარ ამას ჯანდაცვა დააფინანსებს სრულად. ვინაც უნდა შეიტანოს და პასუხისმგებელი ვარ ყველას დაუფინანსდება. რაც შეეხება ამ წაბალს, აგერ არის ანკარა აგერ არის თურქეთი, აგერ არის ამერიკა, სახელმწიფოს მოვთხოვოთ და პირდაპირ სადაც ამ წამალზე მუშაობენ დაუკავშირდეთ იმ სისტემას, რომ ასე ვიღაცებიდან არ გავიგოთ ეს. ჯერ ეს ერთი ჩემოთენგო, მაგ წამალი ჩვენ აქ ბავშვებს რომ ვიცეთ, მაგ კეთება ექიმის პროფესიონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ვინ უნდა დააკვირდეს ამას? კალოიანი, ბოგერიას პარტიის წევრი, თუ სად არიან ესენი ერთი მითხრა. ვინ უნდა დაადგეს, ვინ უნდა აკონტროლოს, ვინ უნდა გაუკეთოს, როცა სპეციალისტი არ არის. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ აი ამ ბავშვების პრობლემაზე სახელმწიფო წამოვა. ამაზედაც გავარკვიოთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, სადაც არის ეს წამალი, საიდანაც გამოვიდა, ჩვენ აი ხო არის ამერიკის ელჩი და ამერიკა ავიღოთ კარ. ამერიკის ელჩთან გაგვიკეთონ ვიზიტი ოპოზიცია ჩაერთოს, პოზიცია ჩაერთოს, ამერიკის ელჩი დაგვეხმაროს და გაგვაგებინოს ამერიკის ჯანდაცვიდან ოფიციალურად დასტური. ხო, აი ესეა. და всё. ანუ დღეს ამის შესახებ არც გვაქვს ეს. არც გვაქვს არაფერი და ეხლა გავიდე და იქ დავდგე და ისა ამ ბავშვებს უკრაინის დროშა ვაფარო თავზე და უკრაინელები იცი რა საკეთებენ გერმანიაში და აი ეს ემიგრანტები სადაც არიან, აი ეს არ მithქვია და თუ გინდა ძალკე გადაცემა დაუთმოთ. ქართველები ხო არიან ემიგრანტები, ახლა ჩემი შვილი იქ არის და აყავს პატრონი, მაგრამ და ბევრი მყავს ეგეთები. ქართველები ხო არიან. გერმანიაში და სადმე დასაქმებული, რომ დასაქმდე, ექსკლუზივი ფირმები აქვთ გაკეთებული უკრაინელებს. პოლონეთში დარეგისტრირებული მუშაობა რო გინდა, შენ გერმანელს კი არ ეჩალიჩები. მიდიხარ და იმ ფირმას, რომელიც უკრაინელს ეკუთვნის. ის უკრაინელი შენთვის შეულობს ხელფას, იმას სამსახურს, ოჯახი ურიცხავს 4,000 ლარს და მერე შენ გაძლევს 2,000, გამიგე? ეს არის ზუსტად, იმიტომ რომ შენი 50% ნამუშევარი მიაქვს იმ ფირმას. ეს არის 100%-იანი. მე ვიცი და უამრავ. ვინც მე არალეგალურად მუშაობს და პატრონი არ აყავს და გაჭირვებულია, ხო იცი, გასაცოდავებულის მეტი რა არის? ამუშავებენ გერმანელი, მე ეს ჩემი ნათესავია რა და ჩემ ბიჭს მიაკითხა მე ეგ სიტუაციები, მაგრამ ვერაფერი ვერ გააკეთა ვერც იმან. გავიდა ერთი თვე იმუშავა მოთხოვა ოჯახს რომ მე შენთან მუშაობ. მე რა ვქნა, ძმაო, მე გადავურიცხე იმ ფირმას. ფული არ მიცეს. ანუ დასაქმების ფირმა არაძლევს შემდგომ. არ მიცეს, ძმაო, მე ვიცი. რადგან არალეგალია ვერც ვერაფერს მოთხოვს. ხო, არალეგალურად არის წავა ეს საცოდავი მე ისა რა ქვია, უნაიშოვის სხვა და ესე წვალობენ. და კაციშვილი არ აყავს პატრონი, ახლა ეს სხვა თემა არის. გია, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ორ ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ დღევანდელ ეთერში და სამწუხაროა და ტრაგიკულია ის, რომ ორივე ეს ტრაგედია თქვენს თავს გადაგხდათ, ასე ვთქვათ და თქვენთვის არ არის უცხო. დიდი მადლობა ამის მიუხედავად, რომ იყავით ჩვენი სტუმარი და სრულიად გულწრფელად ყველა საქმე მინდა თქვენ ტელევიზიიდან. მე გითხარით, რომ ჩემი
ჩემი საქმე არის ეხლა რომ გადავდო თავი და ყველასთან ერთად ეს პრობლემა მოგვარდეს, რომელი ახლა მირეკავენ ხოლმე ჟურნალისტები და ზოგს ერიდება რომ შვილთა არანაირი მორიგება თვითფასო მეგობრებო, მე მინდა რომ ეს ამბავი დასრულდეს რაღაცნაირად მეტნაკლებად და ამაში ყველას აზრს გავითვალისწინოთ, დამარიგეთ, თქვენ გამოცდილებასაც მოვისმენ და ყველაფერი არის ჩემთვის როგორ დავიწყოთ, რანაირადაც უნდა დავიწყოთ, ეთერში ვთქვი, თქვენ თუ უკეთესი გზა მიგაჩნიათ რაღაცნაირად, რომ უფრო უკეთესად გამოვა ეს საქმე და დარეგულირდება ის და არავის არ მოგერიდოთ, ყველასთან მზად ვარ, შუადღე, სუაღამე, გადადებული მაქვს თავი, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი შვილიშვილი იყო ანგელოზი და იქ ნარკომანის სტატუსით საფლავში ვერ გავაჩერებ მე იმას და დიდი მადლობა. გისურვებთ ამ საქმეში ნამდვილად წარმატებას და ჩვენი მხრივ რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ რაც საჭირო იქნება მონაწილეობა ამ მხრივ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს საქმეში. დიდი მადლობა და დაგემშვიდობებით. შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ ჩვენი სტუმარი იყო გია ყრუაშვილი, ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად გარდაცვლილი დათუნა ბლიაძის ბაბუა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ აი ეს სენი, რასაც ქვია ნარკოდამოკიდებულება, ამხილოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდების პირდაპირ დაღუპვაზე, პირდაპირ სიკვდილზე ამ შემთხვევაში და დაღუპვა არა გადატანითი, არამედ პირდაპირ მნიშვნელობით, იყოს მაქსიმალურად მხილებული და რაც მთავარია, სახელმწიფოს მხრიდან ამ ყველაფერს კონდეს სათანადო ყურადღება ჩვენის მხრივ. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ყველანაირ მონაწილეობას ამ საქმეში მივიღებთ. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.